დაბრუნდით როგორ უნდა ისწავლოთ კენჭვას. დავიწყეთ. პირველ რიგში კენჭვის მთავარი მუღალი არის დასაწყისში იწყებ ესე 1 2 1 2 1 მერი არის ეს 1 მერი არის მუხლითაც შეგიძლია მაგრამ მუხლით ესე არის 1 ხებრეში უნდა მე შეგიძლია დაგივარ და ესე მარცხენათით სანამ არ გამოვლია მე შეგიძლია კიდე 1 2 ეს უნდა ხნა მე 1 2 და ბევრმა შეიძლება ეგონოთ რომ თუ იცის აი ეს შეიძლება ეგონოს რომ მე უკვე ფეხბურთი ვიცი მაგრამ ესი არა თუ ის მაშინ უნდა იცოდე ბურთის ფლობა ეს თუ არის ბურთის ეს თუ არის ანუ შე ფეხბურთელი ვერ გამოხვალ ანუ რას ის თქვა იმიტომ რომ თავარია ბურთის ფლობა დაუშვა ერთხელ თუ გაიტანე ჯარიმა შენ გონია რომ ვიცი ფეხბურთი მაგრამ ესი არა დაუშვა სადღაც კლუბში თუ მას გითხრეს რომ მოდიო რა გითხრეს რომ მოდიო რა თუ აკეთლი ესე 1 2 3 ესე შეიძლება არ მიგიღონ ანუ ცუდად დაფიქრება იყოს ესე თუ აკეთლი შეგა მიგიღონ დაუშვა თუ აკეთლი ესე როგორ შეიძლება როგორ იცი დარტყმა შეიძლება ბევრი პირველ რიგში ოცნე შეფეხბურთში წრე ვურტყავ ამით მაგრამ მე ამით ვურტყავდი ამით თუ დაურტყავ შეიძლება მოგემწყვრეთ ცხილი ეს არის ერთი წელი ფეხბურთის დადებება შეგიძლია დაარტყა ამითი ან ამით შეგიძლია ვურტს მოარტყავ ამ ადგილას შუაში წავა წინ აქ თუ მოარტყო წავა იქით საპირისპირო მხარეს ან აქ თუ მოარტყო წავა ისევ საპირისპირო მხარეს აი და კიდე რანუ რები შეიძლება ბევრს უნდა დავშვათ მეკარეობა ადრე მეც ვიფიქრე მეკარე ხო არ გამოვიდა მაგრამ მე აღარ გამივიდა რა მაგრამ ბევრმა მეკარე ვიცნობ რა თქვენს რომ ნაქვია ანუ მეკარეობა რთული არის რა დაუშვე მეკარეს მიზანი ხო არის ეს რომ ესე გადახდეს თუნდა ხო არ მიზანი ეს რომ ზომა გადახდეს მაგრამ დაუშვე გოლი გაუტანეთ და კარიდან იწყება რა ან 10 წელს და კარიდან იწყება დაუშვე მეკარე აი ამას ვერ გააკეთებს იმიტომ რომ კენჭვა არის ან ამას უნდა ქონდეს ხელი მაგარი ფეხბურთში რაცა თავარი რომ უნდა იცოდე ბურთის ფლობა აბე ხო ნახვამდის